გამარჯობა, დღეს WinSpace-ის შაბათია. ვსაუბრობთ ბიზნესსა და გაყიდვებზე. ჩვენს გადაცემას მასპინძლობს Habitat Coworking-ი, სივრცე მდებარეობს მეტრო იბერის 24 ნომერში. დღეს ჩვენთან არის Pani Group Development-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი მერი კუბლაშვილი. მიკო, ყველა ხედავს როგორც ძლიერ ქალს. რეალურად ვინ ხარ და როგორი ხარ, რო გითხრა? პირველ რიგში მოგესალმებით. მიხარია რომ დღეს თქვენთან ერთად ვარ. და იმედი მაქვს რომ ძალიან საინტერესო გადაცემა გამოგვივა. რაც შეეხება სიძლიერეს მარტივად არ მოდის, რა თქმა უნდა, თავისი ეტაპები ახლავს და მარტივი ნამდვილად არ არის. შესაბამისად, ძალიან ხშირად ცხოვრებაში გიწევს ესეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც არის საკმაოდ ესე რომ ვთქვათ, შემცველი რისკ ფაქტორის შემცველი და შემდგომ ეს ყველაფერი უნდა გამოიყენოს სწორად და მიხვიდე იმ სიძლიერემდე. ჩემი ცხოვრებაც ნამდვილად მარტივი არ ყოფილა, აქამდე რომ მოსულიყავი. ცხადია, ბევრი სირთულე შემხვდა, ბევრი რისკი იყო, რასაც არ შევუშინდი, იმიტომ რომ საკუთარ თავში ყოველთვის მქონდა ის რწმენა, რომ აუცილებლად რასაც დავისახავდი, მიზნად მივაღწევდი და ალბათ უფრო ესე მარტივად რო გაქცე ამაზე საკუთარი თავის რწმენა და იმედი იმის რომ აუცილებლად მიხვალ იქამდე რა მიზანსაც დაისახავ. ეს არის ჩემთვის სიძლიერე პირადად. ნამდვილად მეც ასე ვფიქრობ, რომ მარტო შენთვის კი არა, ზოგადად ადამიანს საკუთარი თავის რწმენა. კი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი ფაქტორია. საკითხში ვერცად სფეროში ალბათ ვერ შეძლებს წარმატების პროცესს. მიკო, რა საქმიანობ დღეს, რა მოგვიყვა? პირველ რიგში გაგეცნობით როგორც ჩემი სახელი და გვარით მერი კუბლაშვილი. მე ვარ აუთსორსინგ კომპანია Pani ჯგუფის დამფუძნებელი და დირექტორი, რომელიც მოღვაწეობს გაყიდვების, ბიზნესის განვითარების, მარკეტინგის მიმართულებით სამშენებლო სფეროში, ძირითადად. სხვა სფეროებთან სიმართლე გითხრათ არც ვაპირებ, ესე რომ ვთქვათ, შეხებას ამ მიმართულებით. დავაფუძნე კომპანია, სადაც მყავს ჩემი ჯერჯერობით პატარა გუნდი და სამშენებლო სფეროში ესე რომ ვთქვათ, ვცდილობთ რომ განვითარდეთ და შემდგომ იმედია ჩვენ თვითონაც ავაშენებთ რამდენიმე კორპუსს აუცილებლად. გადასარევი გეგმა, წარმატებებს გისურვებთ. ძალიან დიდი მადლობა. ქალი ლიდერისთვის რა არის საქართველოში რთული? კონკრეტულად ქვეყანა საქართველოზეა საუბარი. კი ბატონო. სხვა ქვეყნებზე ეს მარტივად ვერც გავცემ პასუხს, არ ვიცი, რა თქმა უნდა, მაგრამ საქართველოში ძალიან რთული არის ქალისთვის განსაკუთრებით და რატომ? ჩემი სფერო ახლა არის ამ ეტაპზე სამშენებლო სფერო, რომელიც ქალისთვის თითქოს ჩანს ესე რომ არის სუსტი სქესისთვის მარტივად რომ ვთქვათ, ცოტა იც როგორ გიყურებენ, აი მარტივად რომ მიდიხარ ამ სფეროსთან დაკავშირებით მოლაპარაკებაზე, ძირითადად არის მამაკაცების სფერო, ესე რომ შევხედოთ, ხო? და ძალიან ხშირად გიწევს მტკიცებით ფორმაში ყოფნა. ანუ რას ნიშნავს მტკიცებითი ფორმა? რეალურად გიწევს, ესე რომ ვთქვათ, შეხვედრის მაგიდაზე ყოფნა და მათთან მტკიცება იმის, რომ მამაკაცებთან ძირითადად რომ შენ შეძლებ მათთან ერთად რაღაც კონკრეტულ პროექტს მოეჭიდო და წარმართო ისე როგორც მათთვისაც მიზანშეწონილია და შენთვისაც. ანუ ეს ყველაფერი არის როგორ იცით, ანუ მუდმივ რეჟიმში გადავიდა უკვე. სულ გიწევს მტკიცებითი ფორმა იმის, რომ შენ ნამდვილად მიუხედავად იმის, რომ სუსტი სქესის წარმომადგენელი ხარ, ნამდვილად შეძლებ იმ შედეგის დადებას, რაც მათთვის არის საინტერესო მისაღები და ამავე დროს შენთვისაც, ხო? თუმცა დროთა განმავლობაში ესეც იცვლება, ანუ რაც დრო გადის, მეტად და მეტად ხედავ ქალბატონებს ჩართულს იმ საქმიანობებში, რაც მანამდე მიგვაჩნდა, რომ იყო მამაკაცის სფერო. უკეთესი იქნება, რა თქმა უნდა, ეს კიდევ უფრო თუ დაიხვეწება და გამოსწორდება, იმიტომ რომ ნამდვილად ქალები არ არიან სუსტი სქესის წარმომადგენლები, ესე რომ ვთქვა. ცხადია, გეთანხმებით. გონია მომენტი, როცა სხვებს ზემოდან უყურებდი? არა, არასდროს. აი შემიძლია თამამად ვთქვა, რომ და სიმართლე გითხრა, მიხარია ამ იცი როგორ ჩემ თავთან დაკავშირებით მიხარია, რომ ეს მომენტი არასდროს დამიფიქსირებია საკუთარ თავში.
და ზუსტად ვიცი რომ არც არასდროს არავის ზემდგომ თუმცა როგორი ბეწვის ხიდია? კი, ძალიან რთულია და ეს ნახეთ როგორც დავიწყეთ ჩვენ საუბარი ლიდერი, ხო? ლიდერი მარტო სიტყვა არ არის რა, ლიდერ პოზიციაზე თუნდაც და რომ საკუთარი თავი მიიჩნიო ლიდერად, ცოტა ხმამაღალი ნათქვამი, ამას ძალიან ბევრი გამოცდილება სჭირდება და მე ჯერ დასაწყისი მაქვს ამ ეტაპზე ასე ჩავთვლი, თუმცა ესეც ერთ-ერთი პლუსი არის ლიდერის თვისების, რომ არასდროს, აი იმ ზუსტად ბეწვის ხიდზე ძალიან სწორად უნდა გაიარო და არ შეგეშალოს ადამიანებთან დამოკიდებულება და არასდროს არ იგრძნოს შენს გვერდით მდგომმა, თუნდაც კოლეგამ, თანამშრომელმა, არ აქვს მნიშვნელობა რამ ხელა გამოცდილება აქვს, რომ შენ მას ზევიდან უყურებ. ეს ძალიან დიდი შეურაცხყოფაა. მე ისე ვთვლი ყოველ შემთხვევაში. გეთანხმები სრულიად. შენი ყველაზე დიდი სისუსტე, რომელსაც არ აჩვენებ არავისთან, არც ოჯახის წევრებთან, არც თანამშრომლებთან და არც არავისთან, აი რა შეგიძლია ესე, რომ გაგვიმხილო ამ გადაცემის ფორმატში. სისუსტე თუ გაქვს რა თქმა უნდა. აუცილებლად ყველას აქვს, მე ვთვლი რომ აბსოლუტურად ყველას აქვს, უბრალოდ რამდენად გიღირს ამის აღიარება, თუმცა საკუთარ თავთან როცა ვრჩებით მარტო ყოველთვის ვაღიარებთ ამას. პირველ რიგში გეტყვი რომ ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე ჩემი შვილია. და ვთვლი რომ ამ მომენტში ვარ ყველაზე სუსტი. არ აქვს მნიშვნელობა კარგი მიმართულებით, ნუ თუნდაც რომ მიხარია რაღაც, მაშინაც სუსტად ვთვლი თავს, იმიტომ რომ ემოციური ფონი მეტი გაქვს და თუნდაც რაღაც არ მოგწონს, მაგ შემთხვევაშიც რა თქმა უნდა მეტი ემოცია გაქვს. საქმესთან დაკავშირებით ვერ ვიტყვი რომ სუსტი ვარ, იმიტომ რომ არ უშინდები არანაირ დაბრკოლებას და ყოველთვის აი მიუხედავად იმის რომ მქონია ბევრი მომენტი ისეთი ცხოვრებაში, რომ მეც დამჯდარ და მithქვამს რომ აი ახლა რა უნდა ვქნა. ახლა მარტო ვარ, რა გავაკეთო, როგორ მოგწე ყოველთვის აი ამ რაღაც დათრგუნული პერიოდიდან და ისიც ძალიან მოკლე არის ხოლმე, უფრო დიდი შემართებით ვიწყებ მე რაღაც ახალი გზის ძებნას. სხვა რო გითხრა ამ ეტაპზე ჩემ თავისთვის არ შემიმჩნევია და იმედი არც შემომჩნევ, რა თქმა უნდა. მიკო, შენ ახსენე ესეთი რაღაცა, რომ სამშენებლო, ასე ვთქვათ, ბიზნესი უფრო მიაჩნიათ, რომ მამაკაცის მხარეს არის და უფრო უყურებენ როგორც მაგალითად მამაკაცმა უნდა მართოს ეს ბიზნესი რა. მე მაინტერესებს შენი გადმოსახედი, ანუ ის გამოცდილება რაც გაიარე, გქონდა ურთიერთობა ძალიან ბევრ კლიენტთან, ძალიან პარტნიორთან, ხო? ანუ როგორ ფიქრობ, რამდენად თვლი რომ უკეთესი ხარ სხვებზე? იცი რა არის, არ ვთვლი რომ უკეთესი ვარ, მაგრამ ეხლა მარტივად გეტყვი. უკეთესი არ ვარ, უბრალოდ მაქვს რაღაც შეხედულებები თანამედროვე შედარებით, რაც გამოცდილება მომიტანა. ნახეთ, ხა სამშენებლო სფეროში ჩემი მოღვაწეობა ამ ეტაპზე არის ძირითადად აუთსორინგ კომპანია, რომელიც სამშენებლო სფეროს ეხმარება ბიზნესის განვითარებაში, გაყიდვებში, მარკეტინგში. ეს ძალიან, ესე რომ ვთქვათ, ფართომასშტაბიანი მიმართულება არის. დიდია კონკურენცია ამ სფეროში. ძალიან, ესე რომ ვთქვათ, ხმამაღალი ნათქვამი უნდა იყოს, რომ თქვა, რომ აიცი რა, მე ვარ გამორჩეული და მე ვარ ანუ არა, ეს ყველაფერი უნდა მოიტანოს შედეგებმა და შედეგებით უნდა დაამტკიცო. მე ნამდვილად შემიძლია ამ ეტაპზე, ჩემი შედეგებიდან გამომდინარე, რაც ბოლო წლებში ამ სფეროში ვარ, შემიძლია ვთქვა, რომ ნამდვილად ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი მყავს და საუკეთესო, ესე რომ ვთქვათ, ხო, ეს შემიძლია ერთ-ერთი, თუმცა რა თქმა უნდა, მაქვს იმის მოლოდინი, ამბიცია, ჯანსაღი ამბიცია, რომ აუცილებლად გამორჩეული კომპანია იქნება საქართველოში ჩემი კომპანია. ზრდა შესაბამისად, თუ ზრდას არ უყურებ, მაშინ ერთად გლავდებით ხო რა. კი ბატონო. წარმატებები ესე უცებ არ მოდის. წარმატებებისთვის თანაბევრი ბრძოლა გვიწევს, შრომა გვიწევს და გარკვეული ტიპის უარების თქმა გვიწევს რაღაც საკითხებთან მიმართებაში. დღეის გადმოსახედიდან შენს თავში რას ებრძვი და რას ცდილობ რომ გადადო ხოლმე გვერდით ან დატოვო შეხვედრების აქით და ასე ვთქვათ, მაგის გარეშე საქმიანობა. იცი რა არის, მე ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, ემოციები მეც მაქვს, საკმაოდ ემოციური ადამიანი ვარ, საკმაოდ. და ყოველთვის ჩემ თავთან მიწევს მუშაობა ამაზე, რომ მეტად უფრო დიპლომატია შევინარჩუნო, ყოველთვის მოვძებნო რაღაც ემოციური ფონი არ მქონდეს კადრებთან მიმართებაშიც, თუნდაც ის, რომ იცი რა არის, ყველაფერი ვერ მოგეწონება.
ყველაფრით ვერ იქნები კმაყოფილი, ხო? ვერც შენით იქნება ყველა კმაყოფილი და ვერც ყოველთვის ვერ მიიღებ ხა ისეთ გადაწყვეტილებას, რომ აბსოლუტურად ყველა იყოს კმაყოფილი, ხო? ყოველთვის რაღაცა ან ვიღაც იქნება შედარებით უკმაყოფილო. მაქსიმალურად ვცდილობ ხოლმე, რომ ამ ემოციებს არ ავყვე. და ყოველთვის ვიყო ორიენტირებული იმაზე, რომ განვითარების გზა ვიპოვო რა და მქონდეს ის სტრატეგია სწორად შერჩეული, რომელიც ჩემს კომპანიას წაიყვანს წინ და რაღაც ემოციებს და რაღაც ერთჯერადიმებს არ ავყვე. აქედან გამომდინარე, ხშირად მიწევს გადაწყვეტილებებიც, რომ მივიღო ისეთი, რომ ჩემთვისაც არ არის ხოლმე იმ მომენტში მისაღები, მაგრამ ეს სჭირდება საქმეს. და ეს ემოციები გავწია გვერდზე და არავის არ ვაჩვენო, რა თქმა უნდა. თუმცა ხშირად მინერვიულია მეც რაღაც გადაწყვეტილებები მიმიღია ისეთი, რაც რა თქმა უნდა არ იყო ჩემთვისაც იმ მომენტში სასიამოვნო. ხო, ну, გიწევს ხოლმე რაღაცა გადაწყვეტილებები მიიღება ადამიანები ჩვენ დამოუკიდებლად. ხო, ნახე, მიკო, ქონია შემთხვევა, რომ მხარდაჭერა გჭირდებოდა და ამასობაში მოიხედე და მარტო ხარ. ძალიან ხშირად. ხო. თითქმის სულ. ალბათ ერთ-ერთი სიამაყის ფაქტორი ჩემთვის არის ესეც, რომ არასდროს არავის დახმარებით არაფერი არ გამიკეთებია და არ მიმიღწევია. შემიძლია თამამად ხმამაღლა ვთქვა, რომ ცხოვრებაში თუ კი რაიმე მაქვს და რაიმეს ვცდილობ, არის ჩემი არჩევანი, ჩემი გზა, რომელსაც გავდივარ მარტო. არც არასდროს მქონია ის მომენტი, რომ სიმართლე გითხრა ვინმეს ვთხოვე და არ დამიდგა გვერდში, ალბათ ესეც იცი რა არის ერთგვარი ვიტყოდი უფრო რომ არის კომპლექსიც იცი სიმართლე გითხრა ამის არ მწვენია და არ მაქვს ის მომენტი რომ ვერ ვაღიარო არის კომპლექსი იმისიც რომ მე მაგალითად იმედა დამაყი ადამიანი ვარ თუნდაც რომ ვინმეს ვხედავდე გვერდით რომ არის და მას მივმართო რაიმე დახმარების მიზნით და არ აღმომიჩინოს იმ მომენტში დახმარება ეს ჩემთვის ძალიან ის იქნება ესე რომ ვთქვათ აი შეიძლება ძალიან უარყოფითად იმოქმედოს. აქედან გამომდინარე მირჩევნია ყოველთვის მე თვითონ გავაკეთო მეტად სიამაყის გრძნობა მაქვს მე მეტად თავდაჯერებულიც ვარ და იცი რა საკუთარ თავში უკვე იმდენჯერ მქონდა ეს მომენტი რომ არასწორი მოლოდინების ამბავი ალბათ ხო? კი. და უფრო ხვდები იმასაც რომ იცი რა არის საკუთარი თავის იმედი გაქვს მხოლოდ ამ ცხოვრებაში. როდესაც რაღაც მომენტი და კითხვა ჩდება, სარკეში ვიყურები და ვხედავ საკუთარ თავს, ვისიც ყველაზე მეტად მჯერა და წამს, რომ ჩემი თავის ყველაზე დიდი იმედი არის ისევ ჩემი თავი. მიკო, ესეთი თავდაჯერებულობით შემთხვევით ყოლეგიცია ისეთი დაპირება, რომელსაც ვერ შეასრულებდი. სხვათა შორის იცი რა არის ბიზნესი არის ისეთი სფერო, რომელიც სულ გამოწვევებშია, სულ რაღაცა ცვლილებები ხდება. ის რომ ეხლა მარტივად ისე ავდგე და ვიცი რომ რაღაც ისე დაპირებას და ვეტყვი ადამიანს, თუნდაც კლიენტს ხო ესე რა ვთქვათ, რომელსაც თავიდანვე ვიცი რომ მან ვერ შევასრულებ, ან არ შევასრულებ, არ მქონია, გულწრფელი ვიქნები, ნამდვილად არ მქონია, იმიტომ რომ მაქსიმალურს ვაკეთებ ურთიერთობაში, ესე რა ვთქვათ, კლიენტთან ურთიერთობაში, რომ ჩავდო რომ მაქსიმალური ინფორმაცია მივაწოდო, მაქსიმალურად ამომწურავი ვიყო მისთვის, საიმედო ვიყო, თუმცა ბიზნესი იქიდან გამომდინარე რომ ახლავს ეს გართულებები, რომ შეიძლება რაღაცები მოხდეს და შეიცვალოს, ყველაზე მნიშვნელოვანი არის სწორ დროს სწორი კომუნიკაცია და ის პასუხისმგებლობის გრძნობა, რომელიც გაგაჩნია და აიღო პასუხისმგებლობა იმ მომენტში, დროულად მოახდინო ინფორმირება ამ შემთხვევაში კლიენტის, ჩემ შემთხვევაში კლიენტთან დაკავშირებით შეიძლება მოხდეს რაღაც ესეთი. სწორბოდიში ჩაგეკითხები, სწორი თუ დროული? დროულით და სწორით. ნახე, თუ შენ დროულად არ მიაწვდი კლიენტს იმ ინფორმაციას და დაელოდები, რომ მოდი თავისით გაიგოს, ან რაღაცა ისეთ დროს გაიგოს, რომ მე უკვე ან აქ აღარ ვიქნები, ან ამ პოზიციაზე არ ვიქნები, ან მე ვერ მომძებნის, ხო? ეხლა ბევრი ესეთი რაღაცა მსგავსი სიტუაციები მქონია ცხოვრებაში, მომისმენია სხვებისგან. არ არის ეს რა თქმა უნდა სწორი, ჯობია როგორც კი მოხდება რაღაც ცვლილება, რომელსაც რა თქმა უნდა შენ და უნებურად რაღაც ბიზნესი იწვევს, დროულად მოახდინო კომუნიკაცია, ინფორმირება და აიღო პასუხისმგებლობა, რაც რა თქმა უნდა როგორც კომპანიას და პიროვნებას გეკუთვნის. ეხლა გადავიდეთ ცოტა განსხვავებულ ფორმატზე. ასეთი ტიპის ჩაშლები თუ საჭირო იქნება, თქო უნდა გავაკეთოთ, მაგრამ ისეთი კითხვები ძირითადად კლიანტის რეჟიმში შეგვიძლია რომ გავცეთ პასუხი და რამდენიმე კითხვას ჩადაგისვამ ასე ვთქვათ და მარტივად გავაკეთოთ. ვიცი რომ იურისტი ხარ. იურისტი წყიდის მეთანხმები? რა თქმა უნდა, ყველა ვყიდით. აბსოლუტურად. კანონი ყოველთვის სამართლიანია. ვერ დაგეთანხმებ. კანონი არის რაღაცები, რაც ჩემთვის არ არის სამართლიანი. ყოველთვის არის. და თუ გქონია ისეთი შემთხვევა, როდესაც სადაც იცოდი რომ არ იყო სიმართლე, მაგრამ უნდა დაგეცვა რა.
რა თქმა უნდა არის ესეთი პოზიციებიც და გიწევს სამწუხაროდ. კი. ვინ უფრო ხშირად იგებს, მართალი თუ ჭკვიანი? ჭკვიანი. მე ესე მიმაჩნია. მეც კი. სისტემა უფრო ძლიერია თუ ინდივიდი? სამწუხაროდ ამ ეტაპზე სისტემა. თუმცა ინდივიდი ჯობია რომ იყოს ძლიერი. და ბოლო კითხვა ამ რუბრიკის, თუ ქონია შემთხვევა, როცა კანონიც კი ვერ დაგიცავდა? ვფიქრობ, რომ კი და ისევ საკუთარი თავისო მე დავიცავ, რა თქმა უნდა. არის ეგეთი მომენტები და ხშირად ისე რომ დაუფიქრდეთ, ყველა ცხოვრებაში დგება ეგეთი მომენტი, რომ ისევ შემდა დაიცო და კანონი ვერ დაგიცავს მაგ დროს. კაი, შემდეგი ისევ საინტერესო კითხვები გვაქვს. ნახე, ფული უფრო მნიშვნელოვანია თუ სიმართლე? სიმართლე, ჩემთვის სიმართლე. იყო შემთხვევა, როცა სიმართლე არ თქვი, რომ ფინანსურად არ წაგეგო? არა, სხვათა შორის და გეტყვი ამაზეც კონკრეტულ პასუხს. იცი რა არის, გიწევს ხშირად როგორი ანუ შეხვედრებზე ყოფილა ესეთი მომენტი, რომ თუ შენ მაგალითად ეტყვი ამას, მოეწონება ეს, ავიღოთ მაგალითად არის შეთავაზება, რომ რაღაც კონკრეტულად ბინების შეთავაზება არის, ხო? მქონია ესეთი შემთხვევა, ესეთი кейსი ყოფილა, როდესაც კლიენტს დაინტერესებულ ადამიანს უნდა შესთავაზო ის, რომელიც მარტივად სხვა გააკეთებდა ამას. 99% შესთავაზებდა იმას, რაც მისთვის იქნებოდა სარფიანი მომგებიანი შედარებით. თუმცა ყოველთვის ჩემთვის მნიშვნელოვანი არის კლიენტის ნდობა და ის იმედი, რომელსაც ის ჩემზე ამყარებს იმ მომენტში. ამიტომ ფინანსებს ყოველთვის მირჩევნია იყოს შედარებით დაბალი ფინანსები, ვიდრე რაღაც მე შემდგომ იმედგაცრუება და რაღაც ისეთი დამოკიდებულება, რომ რაღაც საყვედურსაც დაელოდო მე კლიენტისგან. ამას მირჩევნია ყოველ შემთხვევაში. ანუ თუ სწორად მივხვდი, იმ სტრატეგიას მიყვები, რომ ერთი კმაყოფილი კლიენტი მოგიყვანს 5 კლიენტს. ანუ ამ სტრატეგიას მიყვები. რეკომენდაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ სფეროში. კი ბატონო. რამდენად შორს წახვალ ფულის გამო? ძალიან მნიშვნელოვანი არის ფინანსები. ბიზნესში მეტყველებს. ფინანსების გარეშე არაფერს არ ვიწყებთ, ხო? ეს არის ერთ-ერთი მიზანი და ჩემთვისაც ამ სფეროში მოსვლა იყო რაღაც მიზეზები იმისთვის, რომ შემდგომ ამ ფინანსებმა რაღაც ის შედეგი უნდა მომცეს, ხო? რა თქმა უნდა, რაღაც სტრატეგია. თუმცა ის რომ გითხრა, რომ ახლა ფინანსების გამო რაღაც ისეთი გადაწყვეტილება მიმიღია, ერთადერთი რაც იყო სტაბილური შემოსავალი, სტაბილურობა და მithmia იმისთვის, რომ ბევრად მეტი თუნდაც წვალებით მიმეღწია. აი ეს ყოფილა ჩემი მიზანი. რა თქმა უნდა, ოღონდ სწორი და ესეთი მართული გზითია რომლის შემთხვევაში. ძალიან. დავიჭერე რომ რისკიანია. კი, საკმაოდ. ყველაზე დიდი თანხა რაც შეცდომით დაგიკარგავს, თუ დაგიკარგავს, რა თქმა უნდა. არა, სწორად არა. რას არ გააკეთებ ფულის გამო? საქმიანობაში ნახე, ყოველთვის ჩემი პრინციპი არის რა, ვიყო მართალი, არ მოვატყუო ადამიანი, იმიტომ რომ ტყუილით გაყიდვები, ტყუილით აგებული რაღაც ეს ბიზნესი, ანუ აზრი არ აქვს, აი დროებითია, ძალიან მარტივად ჩამოინგრევა ყველაფერი. ამიტომ ფულის გამო არა ესე რომ გითხრა მარტივად აქ ისევ შევალ ნახე არის ან ყველა ამბობს რომ გაყიდვები ზოგადად გაყიდვების მენეჯერები არიან მატყუარები ოღონდ პროდუქტი გაყიდონ და ყველაფერს კადრულობენ რა ნახე მე 15 წელიწადზე მეტია უკვე გაყიდვებში ვარ და ზოგადად შეიძლება ალბათ მე ვთვლი თქვა რამე ისეთი მცირე უნებელი ტყუილი რომელიც მომხმარებელს არ დააზიანებს გააჩნია ტყუილს რა აი რომელიც არ დააზიანებს ხას უსვამ მე მომისმენია ვერ გეტყვი რომ არ მომისმენია არ ვიქნები მართალი და გულწრფელად გეტყვი რომ მომისმენია ჩემი მენეჯერისგანაც მომისმენია თუნდაც ისიც ტყუილად მიმაჩნია რაზეც არ გაქვს სრული ინფორმაცია და კლიენტს ამას აწვდი და ამაზე მქონია საკმაოდ ცუდი დამოკიდებულება და რატომ საბოლოო ჯამში მაინც მივდივართ იქამდე რომ კლიენტი შენს მიმართ კარგავს ნდობას
და ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის რა, პირველ რიგში მოусმინო კლიენტს, სწორად განსაზღვრო მისი საჭიროებები, როდესაც გესაუბრება, რომ მას არ აქვს საშუალება და აი ამ კონკრეტულ რაღაც ჩარჩოში უნდა ჩავსვათ, ხო? და შენ მაინც ესაუბრები იმას, რომ შენი მოგებისთვის იფიქრო და ოღონდაც, მოდი ესე ვთქვათ ჟარგონულად, ლიჟბი მიყიდო პროდუქტი, ბინად რა მნიშვნელობა აქვს, ხო? არასწორი არა. ეს არ არის სწორი გაყიდვები. და ჩემთვის კიდევ ესეთი მიდგომა კარგ მენეჯერს კი არა, საერთოდ მენეჯერებისგან ძალიან შორს არის. მენეჯერი აუცილებლად ისმის აუცილებლად სწორ კომუნიკაციას ამყარებს, გებულობს იმ საჭიროებებს, რაც მას სჭირდება და შემდგომ მიდის იმ, ესე ვთქვათ, ზუსტ შერჩევაზე და ზუსტად აწვდის ინფორმაციას. ტყუილით გაყიდული პროდუქტი, არ შეიძლება. და კიდევ რა არის? თუ მოგწონს ის სფერო, სადაც ხარ და მოგწონს ის პროდუქტი, რასაც ყიდი, არ გჭირდება ტყუილი. ანუ შენ თვითონ როცა კმაყოფილი ხარ და შენ თვითონ იქ ხარ, სადაც ბედნიერებით აკეთე, გიხარია ყოველდღე სამსახურში მისვლა, გიხარია ლეპტოპთან დაჯდე და მომხმარებელი მიიღო, ესაუბრო იმ რაღაც კონკრეტულ პროდუქტზე, ხო და აუხსნა. არ გჭირდება ტყუილი. ტყუილი გჭირდება მაშინ, როდესაც ორიენტირებული ხარ მხოლოდ ფულის შოვნაზე და არ ხარ კმაყოფილი შენი საქმიანობით. ხარ დროებით დღეს, მოდი გავაკეთებ ვიშოვე ფულს, ხვალ რაც უნდათ ის უქნიათ. ეს არ არის სწორი გაყიდვები. და ვერც განვითარდები ვერასდროს. გეთანხმები სრულიად. მიკო, რა არის ეს ხალხმა იურისტებზე? იურისტებზე რა არის? ოპა. იურისტებზე ესე ვერ გეტყვი, მაგრამ იურისტებზე ალბათ ის, რომ ჩვენც არ მოგწონს რაღაც. გაყიდვებზე ხო ვთქვით და, აბა. იცი რა არის იურისტებზე ალბათ ის, რომ ჩვენც არ ვეთანხმებით ხშირად კანონებს და სამწუხაროდ ჩვენც გვიწევს ისეთ რაღაცებზე თვალის დახუჭვა ხანდახან სამწუხაროდ, რაც აი იცი როგორ არის, აი საზოგადოების 99%-ს არ მოსწონს, მაგრამ იმიტომ რომ შენ იურისტი ხარ, იმიტომ რომ ამ სფეროში ხარ, რაღაცებს უნდა აუწყო ფეხი და აყვე, იმიტომ რომ ამ სახელმწიფოში როცა ცხოვრობ და ხდება ისე რომ არის კანონი, რომლის დაქვემდებარებაშიც უნდა იყოს აბსოლუტურად ყველა და ხარ შენ წარმომადგენელი, ხო, ამ სამართალმცოდნეობის სამართლის სფეროსი, ხო? ანუ ამ შემთხვევაში, ანუ გიწევს რომ რაღაცეებზე დახუჭო თვალი მიუხედავად რომ არ მოგწონს. და არ არის შეცდაც მიღებული მათ ადგილზე რომ წარმოიდგინო თავი. შენი ცოდნიდან გამომდინარე და ის შინაგანი ინსტინქტი როგორც მოფრა ვიღაცა გატყუებს, აი აქედან გამომდინარე, შენი კლიენტები ყველაზე ხშირად რა შეიტყუებიან ხოლმე. აი როგორც მოფრა, თვითონ რომ ვერ ხვდებიან რა, რომ შენ იცი რომ გატყუებენ. კლიენტებთან სხვათა შორის დიდი ხანია აღარ მაქვს ესეთი კომუნიკაცია, უფრო ალბათ რთულ кейსებში თუ ერთვები ხოლმე, თუმცა როგორც მენეჯერები იტყვებიან, ისე იტყვებიან კლიენტებიც, რა თქმა უნდა. ცხადია, ძალიან ბევრი ესეთი მომენტი არის ხოლმე. გატყუებს იმას თუნდაც პირობითად, რომ იცი რა არის, აქ არის უფრო ძირითადად რაღაც აი სამშენებლო სფეროში არის რა, ძალიან ბევრი დარღვევებით ანუ აი ხალხში მასაში არის გავრცელებული რა, რომ უკვე ნდობის ფაქტორი აქვს ძალიან ესე ვთქვათ დაბალი სამშენებლო კომპანიებთან. რა თქმა უნდა, მესმის მათი პოზიცია, იმიტომ რომ ძალიან ბევრი დაუსრულებელი კორპუსებია, ძალიან ბევრი იმედგაცრუებული ადამიანია დარჩენილი უკმაყოფილო და ხშირად არის ხოლმე მოდიან და აქვთ ესეთი მიდგომა. იცით რა, მე მქონდა ესეთი შემთხვევა ამ კომპანიამ, ესე ვთქვათ, ჟარგონულად გადამაგდო. ამ დროს ისეთ ანუ არ ქონდია შეხება, არ გადაუგდია არავის, უბრალოდ იმიტომ რომ რომელიღაცა მეზობელმა მოუყვა, ფიქრობს რომ ეს ყველაფერი ახლა მანაც ანუ თუ ესეთი მიდგომით იქნება მას აღარ მოატყუებენ ამ სფეროში. რა თქმა უნდა, ძალიან ცუდი ფაქტორი არის ის, რომ ესეთი გარემოებები იყოს სამშენებლო სფეროში, თუმცა ამ მიმართულებით კანონიც ბევრად შეცვლილია, ძალიან ბევრი დადგენილებებია სხვანაირად გამოსული, უფრო რთულად არის მშენებლობის პროცესებიც, ამ მხრივ უფრო ესე რომ ვთქვათ, მშენებლებს უფრო გაურთულდათ და ამ მიმართულებით კარგია, როგორც მყიდველისთვის ძალიან კარგია ეს პოზიცია და შესაბამისად ეს ტყუილები არ ჭირდებათ, რა დღეს აი ყველაფრის მოპოვება შეიძლება უკვე რა, ყველა გათვითცნობიერებულია ამ სფეროში. და ამ რუბრიკის ბოლო კითხვას გისმევ, თუ ქონია საქმე, სადაც იცოდი, რომ რეალურად მორალურად არ იყოს სწორი, მაგრამ შენ პროფესიულად გიწევდა დაცვა და აი თუ შეგიძლია кейსი უბრალოდ რომ გაგვიშალო რა. როგორ აი უფრო კარგად მითხარი, რას გულისხმობ? მორალურად არ იყო სწორი, აი ეს ყველაფერი, მაგრამ შენ ქონდა პროფესიულად, შენ იყავი ვალდებული რომ პროფესიულად დაგეცვა რა.
ეს ჩემი კონკრეტული ჩემი სფეროზე მეკითხები თუ სამშენებლოზე მეკითხები? სამშენებლოში? როგორც პროფესია, როგორც იურისტი ესე გეკითხები. როგორც იურისტი ესე გეკითხები. იცი რა არის, ეგეთი кейსიც რა თქმა უნდა არსებობდა, მაგრამ პირადად მე არ მქონია მსგავსი შემთხვევა და გეტყვი, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის ანუ სამართლიანობა. არასდროს არავის ტყუილად არ დავიცა. და არც იმის უფლებას არ მიცემ, რომ მართალი ადამიანი დაიჩაგროს. ჩემს თვალზე ყოველ შემთხვევაში ესეთი შემთხვევა არ ყოფილა და არ იქნება. მე არ ავიღებ ესეთ кейსს და არ მივიღებ მონაწილეობას. რაში იგრძნობა კარგი კომუნიკაცია იურისტსა და კლიენტს შორის? კარგი კომუნიკაცია როდის არის, იცით? როდესაც იურისტი თავისი პროფესიული, ესე რომ ვთქვათ, ტერმინოლოგიით კი არ ესაუბრება კლიენტს, მისთვის გასაგებ ენაზე ხსნის და აბსოლუტურად ყველა პუნქტს უხსნის მის ენაზე და გასაგებს ხდის. რაც ძალიან და არა კოდექსებით. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რაღაცა არის კოდექსი, წერია რაღაც კანონი, რაღაც კონკრეტული მუხლი, მისი განმარტება არის მთელი ერთი თავი. რომელსაც რა თქმა უნდა თუ ამ სფეროსთან არ გაქვს შეხება, წაკითხული არ გექნება და გააზრებაც რა თქმა უნდა ძალიან რთული ამის. ამიტომ ყოველთვის უნდა შეეცადო რომ იმ ენით მიაწოდო, რომელიც მისთვის არის გასაგები და მისაღები, რომ რა თქმა უნდა ხელშეკრულებას რო კითხულობს კლიენტი და ვერ გებულობს, რას ნიშნავს ეს კონკრეტული პუნქტი, ხო? თუ ამას არ აუხსნი და არ განუმარტავ ისე როგორიც არის და რაც არის ჩადებული, ხო, ამ პუნქტში არ იქნების სწორი და მართალი რა. და ეს პრობლემა სხვათა შორის ძალიან ხშირად არის კომპანიებში. ვერ ხვდებიან საერთოდ რას მოწერეს ხელი. ნიკო, შენი აზრით, შენ სფეროში ცოდნა უფრო იგებს თუ ის, ვინც უკეთესად ხედის საკუთარ თავს? ცოდნა აუცილებელია. ვერ გეტყვი, რომ ცოდნის გარეშე რაღაცას მიაღწევ, მაგრამ ამასთან ერთად პრაქტიკაც გჭირდება. იმიტომ რომ ცოდნა და პრაქტიკა ორივე არის თამდები. ხა შეიძლება გქონდეს ცოდნა რაღაცა, ისწავლე, მაგრამ თუ პრაქტიკასაც არ მიყევი და კარგად არ გამოიმუშავე და არ მოგცა ამან, ხო, რაღაც თავისებური ისინი სხვადასხვა кейსები უნდა გაიარო, სხვადასხვა შემთხვევები, სხვანაირად ვერ იქნები ვერც იდეალური და ვერც ვერ გააკეთებ. მარტო ცოდნითაც ვერაფერს ვერ გახვალ, მარტო პრაქტიკითაც ვერა. აუცილებლად ორივე საჭიროა რა. აუცილებლად კი, ნამდვილად. ნახე, როგორი კითხვა მინდა რომ დაგისვა. შეიძლება რომ ვიღაცამ შენზე ნაკლები ცოდნით, მაგრამ უკეთესი კომუნიკაციით კლიენტი წაგართვას. სამშენებლო ბიზნეს გულისხმობ. შესაძლებელია, აბსოლუტურად შეუძლებელი არაფერი არ არის. მე ესე მიმაჩნია, ძალიან მარტივად, იცი რა, შეცდომებს ყველა უშვებთ. შეიძლება რაღაც კომუნიკაციის დროს მეც დაუშვა რაღაც შეცდომა, რაღაც სწორად ესე ვთქვათ, ვერ ჩავწვდე, ან ვერ მივაწოდო ის ინფორმაცია, რაც მისთვის მისაღები იყო და ესე რომ ვთქვათ, სხვამ ან უხეში ზეწოლით, ან უხეში ფორმის ესე რომ ვთქვათ, გაყიდვები მე მაგალითად არ მომწონს, როდესაც მენეჯერი უხეშად ერევა გაყიდვებს, ან უხეშად აწარმოებს, იმიტომ რომ იცი არის, არ უნდა იგრძნოს კლიენტმა ეს რა ძალიან ცუდი მიდგომა არის, არ მომწონს მე. თუმცა ყველაფერი არის პრაქტიკა, მეც ნელ-ნელა სხვადასხვა кейსებით უფრო მეტი პრაქტიკა, რა თქმა უნდა, მეტ პრაქტიკას ესე ვთქვათ, ვიძენ, მეტ გამოცდილებას, ცოდნას და შემდგომ ეს ყველაფერი მეხმარება იმაში, რომ ნაკლები შეცდომა დაუშვა და მათ შორის ჩემო მენეჯერებმაც რა თქმა უნდა ნაკლები შეცდომა დაუშვან. თუმცა არ გამოვრიცხავ და ყოფილა ეგეთი შემთხვევა, რომ აი როგორ არის იცით, გამართლებაც არის, საჭირო დროს საჭირო ადგილას ყოფნაო. ხო, არის ხოლმე ის მომენტიც და ისეთი кейსიც მქონია, რომ იცი რა არის, დიდად ესე რომ ვთქვათ, არ ჩავეძიე, იმიტომ რომ დაველოდე მოვლენებს, წასულა, მოსულა, ისიც უთქვამს, რომ იქაც შეუძენია, მაგრამ უკმაყოფილო და ისევ აქ მოსულა, ძალიან ბევრნაირი რაღაც ხდება. მაგრამ ეხლა რეალურად შენ ხო არ ხარ გაყიდვებში ჩართული? ანუ რეალურად ყავს თიმი, ვინც არის ჩართული და აი უფრო თიმის მხარეს მაინტერესებს, აი მაგენად ხშირად არის, იმიტომ რომ დღესდღეობით კადრებში ცოტა არის დეფიციტი რა. და რატომ? კარგი კადრები კარგი გაყიდვები, ესე რომ ვთქვათ, ხო? მე ვთვლი, რომ დეფიციტია. მიუხედავად იმისა, რომ ამ მიმართულებით ძალიან ბევრ კომპანიაში მემუშავია, არა მხოლოდ სამშენებლოში, სხვა კომპანიებშიც. არის პრობლემა, იმიტომ რომ ქართველებს, აი ზოგადად განსაკუთრებით პატარა თაობის, აი 20 წლიდან 27 წლამდე, აი ამ თაობის წარმომადგენლებს ვერ იდები მე მაგალითად და რატომ? ხშირ შემთხვევაში აქვთ ძალიან დიდი
თავდაჯერებულობა, ზედმეტი კი ბატონო, რაც ხელს უშლით განვითარებაში. იქიდან გამომდინარე, რომ არ აქვთ შესაბამისი გამოცდილება, რაღაცა ძალიან დიდი ამბიციები აქვთ, ჯერჯერობით უაზრო ამბიციები, რომელიც არ არის ჯანსაღი და მათ ავნებს ისევ, აკლიათ ძალიან ბევრი, ნახეთ, პრაქტიკა, ცოდნა, გამოცდილება, არიციან უფროსებთან საუბარი, მოქცევა კულტურა, ლექსიკის დეფიციტი. ძალიან ხშირად არ იციან საუბარი მომხმარებელთან. და როდესაც ამ ყველაფერს ასწავლე, როგორ ღებულობენ, იცით, ძირითადად 99%-თან ეს არის დაბალი, ან პატარა ასაკის ადამიანებთან. აი რაღაცა უკადრისობს. მქონია ესეთ მომენტები და ცოტა აი 30+ უკვე ცოტა სხვა მიდგომები აქვს. ის არის პირიქით ცდილობს აითვისოს, რაც შეიძლება მაქსიმუმი და გააკეთოს და განვითარდეს. ამიტომ მეც ვცდილობ, რომ ჩემს თემში ყოველთვის იყოს 30+. მეტნაკლებად, რა თქმა უნდა, გამონაკლისები ყოველთვის არის იქითაც და აქეთაც, ხა ყველაფერი შესაძლებელი არის. თუმცა მენეჯერები უშვებენ მაგ შეცდომებს, რაც მკითხე, კი, ძალიან ბევრი, სანამ არ განვითარდებიან და ყველა ჯერზე ხდება რა. ძალიან ბევრს ვაწყდები ესეთ შემთხვევას, რა თქმა უნდა. ხო, ნახე, ძალიან საინტერესო რაღაცა გამოიკვეთა რა. ანუ რეალურად არის ხოლმე кейსები, როცა კლიენტი იკარგება. კლიენტები შეიძლება ის იყოს დროული კომუნიკაცია არ შედგა, ან საჭიროება ვერ დაადგინა, ან პრობლემა ვერ მოძებნა, ან ტკივილი ვერ მოძებნა და ნუ საჭიროდ ვერ წარმართა დიალოგი, გასაგებია. ეს თანხაში გადაგიტანია? დაკარგული კლიენტი. მე რომ დავითვალო, როგორც დაკარგული თანხა, ამ გულისხმობ? ანუ რეალურად მომხმარებელთან კომუნიკაცია რო შედგა, პოტენციური დილია. რა თქმა უნდა. უნდა შევნო როგორც ბიზნეს უმენი, ესე უნდა უყურებდე. ხო და საბოლოო ჯამში თუ კი ვიცით, რომ თვეში გვაქვს პირობითად 10 კლიენტი, ანუ 10 დილის ოფშენი არის და პირობითად დაიკარგა 2  დიდი. ანუ ეს 2  დიდი თანხაში გადაგითამაშებია წლის ბოლოს რამდენი არის დანაკარგი? საერთოდ ყველაფერი უნდა დათვალო. ბიზნეს ჭირდება დათვალო. აუცილებლად. მინუსი პლუსიც, ყველაფერს უთვლი. ოკეი, კაი, მშვენიერია ბიზნესურმა, მით უმეტეს უნდა დავთვალოს. ეხლა მე კითხვა მაქვს ესეთი ნახე. თვეში 2 დანაკარგი. წელიწადში რა დანაკარგზე გადის? ანუ რეალურად, ნახე, მივიღეთ ის, რომ წლის ბოლოს გამოგვივიდა რამდენი, ხო? ანუ 12-ზე 24 კლიენტი დაიკარგა რა. 24 კლიენტი რაღაცა X თანხა. ანუ ეს X თანხა თოპში ჩავდებით და გავისროლეთ. არ ეჯობია, რომ პირობითად აი ეს თანხა თოპში კი არ ჩადო და გაისროლო, მაგალითად მიხვიდე ვიღაცის ტრეინინგი დაიქირაო გაყიდვების, შენი თიმი დააკონტრაქტო, ვალდებულებაში ჩაუდო, რომ პირობითად ამდენი წელი ვერ მიდიხარ სხვასთან, ჩემი კომპანიიდან და გაზარდო და როგორ გითხრა, იცი, ანუ მეტად დამოკიდებული გახადო შენი თიმი შენზე, რომ აი ჩემთან ერთად გაიზარდე, მე როგორც კომპანია გაძლევ საშუალებას, იმიტომ რომ ნახე, ალბათ დამეთანხმები იმაში, რომ შენ ეხა რომ მოძებნო ძლიერი სეილი უოჭველი ჰედჰანტინგი გჭირდება, მაგიტო რომ რაღაცა კომპანიაში უნდა ჩავხსნათ ეს ტიპი, ამან თავისი პორტფელი უნდა დაკარგოს, უნდა გადმოვიდეს შენთან და შენ ეგრევე გიწევს თუნდაც სხვა სფეროდან წამოიყვანო ტიპი და ნუ მინიმუმ 3.5 ნეტი მაინც უნდა მისცე ბონუსის გარეშე რა და ეს უკვე ძლიერი დარტყმა, სანამ ის 1-2 თვე დაჭირდება, რომ პროდუქტი ისწავლოს, კონკურენტები შეისწავლოს, სანამ უკვე გაყიდვებს წამოგაწევს, უკვე მინუს ვებძვი და რამდენად ფიქრობ, რომ სწორი გზა არის აქეთ წასვლა? აი ზუსტად ეგ ვთქვი, რომ დღეს მაგიტომ მჭირს კადრი რა, კარგი კადრი უკვე არის სტაბილურად, კარგად, ან საკუთარი აქვს, ან ისეთ კომპანიაში მუშაობს, სადაც უკვე საკმაოდ კარგი ანაზღაურება აქვს შესაბამისად. აი ესე მარტივად ახალ კომპანიაში წავიდეს და ნულიდან დაიწყოს, ანუ ჩემსავით ყველა რისკიანი არ არის ნამდვილად, ძალიან ბევრს ურჩევნია ის სტაბილურობა, ის კარგად ყოფნა იმ მომენტში, როგორც არის. თუმცა ნახეთ, როგორ რაღაც არის, მქონია ეგეთი მომენტებიც, რომ ნულიდან გამიზრდია კადრი და დღემდე მყავს. და ნახეთ, ეგ ყოველ თვე რომ ჩვენ ესე ავიღოთ 2 კლიენტი, შეიძლება ამ თვეში იყოს 10 დაკარგული კლიენტი, რომელიც ესე რა ვთქვათ, ვერ შედგა მასთან მოლაპარაკება, ვერ დაიხურა ეს кейსი. თუმცა ნახეთ, ყოველთვიურად ჩვენ ამ შედეგს ესე ვთქვათ, უფრო ვაუმჯობესებთ. ამაზე თუ არ ვიმუშავეთ მუდმივად, ანუ არც იმის გარანტია არ გაქვს, რომ შენ ესეთი კარგი სეილი მოიყვანო სხვა კომპანიიდან და იმანაც იგივე არ დაუშვას, ხო? ამის გარანტიას ვერავინ ვერ მოგცემს და ვერც ვერა ვერ გავს. კარგი გაყიდვებიც რომ ავიღოთ, ის ვინც თუნდაც ტრენინგებს ატარებს, ვერც ის ვერ გეტყვის, რომ ყველა პროდუქტს გაყიდის, ან ყველა კლიენტზე
გაყიდის, ეს აბსურდი არის. თუმცა მინიმუმამდე უნდა იყოს ეს დაყვანილი. ამიტომ ამაზე მუდმივად ვმუშაობთ. ის რაღაც გართულებები, რაც გზადაგზა ხვდებათ და რის გამოც მაგალითად ვერ დაიხურა ის кейსი, ხო? ეს უნდა, რა თქმა უნდა, უფრო ესე რომ ვთქვათ, დაიხვეწოს, ისწავლოს, რომ აი შემდგომში მსგავს სიტუაციაში როცა აღმოჩნდება, იგივე შეცდომა არ დაუშვას. ამიტომ მეც მაგალითად ძალიან მომწონს, რომ ნოლიდან ვაწყებინებ და უკვე აი მარტივად რო გითხრათ, ტვინ არეულ კადრებს ცოტა ესე რომ ვთქვათ, ვუფრთხილდები ხოლმე რა. აი ეყლეყოებს ვეძახი. ხო, აი რაღაცა უხეში გაყიდვები აქვს ნასწავლი, მარტივად რომ ვთქვათ, ნახეთ სამაკლერო სფეროში მუშაობ, რაღაცა ბროკერო კომპანიაში მუშაობა და აი ორიენტირებული არის გაყიდოს, ოღონდაც გაყიდოს. აი ოღონდაც მის ტვინში არის ეს არ არა. ანუ აუცილებლად ჯერ უნდა ისწავლოს სფერო კარგად, შეიყვაროს პროდუქტი, თავდაჯერებული იყოს ცოდნით, იმიტომ რომ ეს თუ არ გაქვს, ამას კლიენტი გრძნობს. ვერანაირ ნდობაში ვერ შეხვდებით, რომ ის გრძნობს, რომ შენ არ ხარ რაღაცაში დარწმუნებული ბოლომდე და მე ყოველთვის კარგ გაყიდვებში მე ვთვლი ამას, რომ ეს მეხმარება, რომ ის პროდუქტი, რასაც ვყიდი, ძალიან მიყვარს და მე თვითონ მჯერა ის, რომ არის კარგი. არა იმიტომ რომ რაღაცა თავს ვაჯერებ, არა. ნახე, ყოველთვის ვცდილობ რომ ის პროდუქტი მიყვარდეს, მისი თავისი, მინუსებით თუ პლუსებით და ზუსტად ისე მივაწოდო მომხმარებელს. ამას ვასწავლი იმ კადრსაც, რომელსაც ვაწყებინებ ნოლიდან. მომყვება ბევრი კადრი სხვათა შორის და ვარ კმაყოფილი. გადასარევი ამბავი. კი ბატონო. გადასარევი. პირველ რიგში მოვაშოროთ ძალიან მომწონს ქალი ბიზნესში. მე პირადად როგორც ქალური სოლიდარობით ჩემია თქვა რომ ძალიან სასიამოვნოა ჩემთვის ეს და მინდა რომ ბევრი ქალი სტუმარი მოვდეს ამ გადაცემაში, იმიტომ რომ გაყიდვებსა და ბიზნესს ეხება და მგონია რომ ქალები კიდევ ბევრ ამას სხვანაირად უყურებთ და რატო არ ვიცი, მაგრამ ლაშა მგონია რომ რისკებს უფრო ხედავთ ქალები მეც ვიდრე კაცები, ანუ არ შემოვალ დავაში, უბრალოდ ეს ჩემი აზრია და ჩემი გადმოსახედიდან ვშევო. ძალიან მომწონს ზოგადად შენი შეხედულება, ხო. Depends. მომწონს შენი შეხედულება ყველაფერთან მიმართებაში, მაგრამ საუბრის დასაწყისში შენ სისუსტესთან მიმართებაში ვკითხავ და გისვი მითხარი, რომ შენი შვილი არის შენი სუსტი წერტილი. სუსტი წერტილი წესი გამომიყვება. კი. და ამავდროულად შენ ხარ ქალი ბიზნესში. აი ამ ორს როგორ ათავსებ, ანუ ნახე ოჯახი და კარიერა, გულისხმობ შვილი, კარიერა, რაღაც აი ჩემი აზრით ცოტა რთულია. ცოტა არასაკმაოდ რთულია, კი. აი მაინტერესებს ძალიან კი, ძალიან რთულია, იმიტომ რომ ნახე როგორ არის, ჩემი შვილი არის როგორც ჩემი სისუსტე, ისე სიძლიერე. მე ჩემმა შვილმა იმხელა ძალა მომცა მათ შორის ემოციურად რა თქმა უნდა მაგ დროს სუსტი ხარ, როდესაც ეხება საქმე შვილს, მაგრამ არის ძალიან დიდი ძალა, ამას ყველა დედა მიხვდება, რასაც ახლა რასაც ვამბობ. ნებისმიერი გადაწყვეტილების დროს ყოველთვის, რასაც არ უნდა წყვეტდე. ეს იქნება ჩემი კარიერა თუ ნებისმიერი გადაწყვეტილება, სადაც არ უნდა მივდიოდე, რასაც არ უნდა ვაკეთებდე, საკუთარი თავისი ქით ანუ მარტო შენ თავზე აღარ ფიქრობ მასზე და პირველ რიგში მასზე რა იქნება მისთვის კარგი. ვცდილობ რომ ვიყო მისთვის მაგალითი, ვცდილობ რომ ვიყო მისთვის კარგი დედა. რა თქმა უნდა, შეცდომები ყველგან ხდება და ყველას მოგვდის. არავინ არ ვართ, რა თქმა უნდა, იდეალური, თუმცა ვცდილობ რომ არც შვილს არ მოვაკლო ყურადღება. შესაძლებელი ხა სხვა დედებივით არ არის ისე რომ ჩვენ ახლა 24 საათი ესე ვისხდეთ და ვსაუბრობთ, მაგრამ როცა კი მასთან ერთად ვარ და მაქსიმალურად ვცდილობ რომ გავატარო დრო, ყველა იმ პრობლემაზე თუ იმ რაღაც მომენტზე ვესაუბრები, რასაც გავდივარ და რატომ. არავინ არ იცის ხვალ რა იქნება და მინდა რომ იცოდეს თუნდაც ისიც გოგოა, შემდგომ ქალი იქნება დედა და უნდა იცოდეს დედას რამდენი პასუხისმგებლობის აღება უწევს დღესდღეობით. არ არის სამწუხაროდ ისეთი ცხოვრება, რომ ვინმე შეგინახოს, დაჯდეს სახლში, გაზარდო შვილი, რატომაც არა კარგია, მაგრამ ჩემი პოზიციით მე ვფიქრობ, რომ ბევრ რაღაცას ვასწავლი ჩემ შვილს და ბევრ კარგ მაგალითს ვაძლევ, რჩევას ვაძლევ და იმედი მაქვს, რომ სწორად გამოიყენებ. ეს უკვე მასზეც არის რა თქმა უნდა დამოკიდებული. ჩემ ფავორიტი საინს კლასკარი შეკითხვა ცოტა შვილთან მიმართებაში ცოტა ისე ვარ ხოლმე მეც ეგ თემა ძალიან ერთულება და ცოტა ისეთი ჩემი სუსტი წერტილიც არის ეგ საკითხი და
მაინტერესებს რამდენად გინდა შენი შვილი რო იყოს იურისტი და ბიზნესში, ანუ გაგიტოვებს იცოდეს თუ გინდა რომ სხვა სფერო გქონდეს თუ ამას ჯერ არ გიფიქრია. მიფიქრია, მაგრამ მე ძალიან სხვანაირად უყურებ ამ საკითხს, მინდა რომ თვითონ რაც უნდა ის იყოს. აი თვითონ რაც მომდება ის იყოს, იმიტომ რომ არა, არ გავართ ჩვენ ერთმანეთს. მე სხვათა შორის ბავშვობიდან ძალიან ისეთი სვაი მებრძოლი ხასიათი მქონდა რა. აი არ ქონდა მნიშვნელობა ვიღაცას მოსწონდა, არ მოსწონდა, მე თუ მინდოდა იმას ვაკეთებდი. კატო არ არის ესეთი, ანუ მაინც აქვს რაღაც თავისებური ცოტა სხვა ხასიათი, ალბათ უფრო მამის მხარე მეტად არის, თუმცა ის რომ მე მის ნაცვლად მივიღო გადაწყვეტილება, მე რა მინდა, არა, ეს არის მისი ცხოვრება. შესაძლებელია დედაჩემს, მამაჩემსაც რაღაც სხვა გეგმა ქონდა ჩემთან დაკავშირებით, არ ვიცი, მე გავამართლე. ყოველ შემთხვევაში ვცდილობ. თავარი არის ჩემთვის რა, სწორ გზაზე იაროს. უყვარდეს ოჯახი, პატივცემდეს მშობლებს, უფროსებს, უყვარდეს უფალი, იმიტომ რომ მე ვთვლი, რომ დღეს თუ არ გაქვს რწმენა, როგორც საკუთარი თავის ისე უფლის, ვერაფერს ვერ მიახსოვ. ჩემთვის ყოველთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. და აი ამ რაღაცებს თუ მიაქცევს ყურადღებას, ცუდ გზას ვერ აირჩევს. და აირჩიოს, არ ვიცი, რა ვიცი, ნუ ყოველ შემთხვევაში მინდა რომ იყოს განათლებული, მინდა რომ იყოს წარმატებული. თან ვიმედოვნებ, რომ ჩემი შვილი არ იქნება სხვანაირი, მაგრამ ამას ხო ვერ გამსაზღვრავთ წინასწარ, თორე ბევრ დედას ალბათ სხვა რაღაც გეგმა ქონდა თავის შვილთან დაკავშირებით. კაი, მიკო, და მე მაინტერესებს რა რჩევას მისცემდი იმ ხალხს, ვინც ახლა პირველ ნაბიჯებს დგას აი ამ სფეროში კონკრეტულად სადაც შენ ხარ. ცირა არის, მივცემ იმ რჩევას, რომ ძალიან რთულია დასაწყისი. მარტივი მართლა არაფერი არ არის ქალებისთვის განსაკუთრებით, იმიტომ რომ აი კაც კიდე რაღაც სხვა სიძლიერე აქვს ხოლმე იმ მომენტში, რა, აი შეუძლია რომ რაღაც თუნდაც ვინმე შეაწუხოს, რაღაც გააკეთოს სხვანაირად, სხვას რაღაც სიმტკიცე გამოიჩინოს, მაგრამ ქალი მაინც უფრო მეტად ემოციური არის და ემოციებს ყვება, არ შეშინდნენ. არასდროს დაკარგონ საკუთარი თავის რწმენა და იმის იმედი რომ აუცილებლად თუ კი დაიწყო ის გზა, აუცილებლად ბოლოში უნდა გავიდეს. არც ერთ შემთხვევაში არ უნდა დანებდე. იმიტომ რომ ბევრჯერ იქნება ეგეთი მომენტი, რომ შეიძლება თქვა, რომ აი მოდი დავნებდე რა და ისე სხვა რაღაცას არა. არასდროს არ შეშინდე, იმიტომ რომ როცა ნებდე, აი რო გგონია რომ აღარ გამოდის, ზუსტად მაშინ გამოდის ყველაფერი. ამის ბევრი მაგალითი მქონია ცხოვრებაში. განდასარევი. კაი, მადლობა რომ იყავი Winspace-ის სტუმარი. ძალიან სასიამოვნო საუბარი შედგა. კი. და მინდა გითხრათ, რომ აუცილებელია და ჩვენი არხის გამოწერა, იმიტომ რომ აქ სტუმრები ისეთ რჩევებს იძლევიან და ისეთ რეკომენდაციებს გაძლევენ, რომ თუ დღეს აპირებ, რომ შენი წარმატებების ნაბიჯები დაიწყო, სვლა დაიწყო, აუცილებლად უნდა გამოიწერო ჩვენი არხი და ჩვენ კიდე და უფრო მეც საინტერესო სტუმარს მოგიყვანთ აუცილებლად და შეგიძლია აქვე კითხვებიც დასვა, რაც გინდა რომ კითხოთ ბიზნესში ცოტა მეტად ჩახედულ ხალხს. დაგემშვიდობებით ამ ეტაპზე, მადლობა მიკო ძალიან. პირიქით მადლობა თქვენ. არ ვარ გათავიდან გათიშული. არა, შენსაც მოშევხე.